კინომემკვიდრეობის დოკუმენტების დაცვის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა დღეს კულტურის სამინისტროში. პირველ ეტაპზე საქართველოს ეროვნულ არქივს 5,000-მდე მასალა გადაეცემა. მათ შორის ქართული ფილმების, სცენარები და შემოქმედებითი ჯგუფის წევრების პირადი საქმეები. ხელშეკრულება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქართულ ფილმსა და იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს შორის გაფორმდა. კინოფილმის ტერიტორიაზე კი უახლოეს მომავალში ევროპული სტანდარტების შესაბამისი კინო და აუდიო ფონდის გაკეთება იგეგმება. ვიწყებთ ერთიანი მთლიანი აუდიოვიზუალური არქივის რეაბილიტაციას, რომელიც ასევე იქნება ეროვნული არქივის ეგიდის ქვეშ შენახული, მაგრამ რომელიც განლაგებული იქნება ქართული ფილმის ტერიტორიაზე, ასე რომ გვექნება ევროპული სტანდარტის დაწესებულება, სადაც ყველა ქართული კინოკლასიკის ნიმუში იქნება დაცული საუკეთესო პირობებში. ქართული ფილმი გადაცემს ეროვნულ არქივს მთელ იმ დოკუმენტალურ მასალას, რაც ინახება ქართულ ფილმში, ეს ეხება პირად საქმეებს ნებისმიერ ფილმზე, რაც იყო გადაღებული ქართულ ფილმში. ეს წერილობითი დოკუმენტები, ფოტო და კინო მასალა გადმოტანილი იქნება ეროვნული არქივის საცავებში, ერთიანად იქნება თავმოყრილი, მოხდება მათი კატალოგიზაცია.